და ვიტანჯებით და იმისათვის რომ არ დავიტანჯოთ აუცილებელია რომ ჩვენს გულში ჩავიდეთ აუცილებელია რომ ჩვენი არსება დავინახოთ გაცემული რომელიც მიწისაკენ გვექვაჩება და ვიყოთ მოლოდინის მდგომარეობაში ოღონ მოლოდინის მდგომარეობაში არა პასიური მოლოდინი არამედ მოელოდეთ იმას რაც მოვა და ეს მოლოდინის მდგომარეობა არის აქტიური და რადგან უნდა დავიცვამე ეს იერუსალიმი შემოვზღუდო იერუსალიმი როგორც 50 ფსალმუშია ეს ნიშნავს იმას რომ მუდმივად უნდა ვგრძნობდე აი შხამიან ისრებს რომელიც მოდის ჩემი დაცემული ბუნებიდან ამასოფლის სულიდან დემონებიდან და ვარ ბრძოლაში ვერ დგულებ ქრისტეს ველოდები და აღთქმას ველოდები და მის სიტყვას ვასრულებ ეს არის ჩვენი გასაკეთებელი ამას თუ გავაკეთებთ მე დარწმუნებული ვარო თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრებაში სანამ ხორცში ვართ დადგება ისეთი დრო როდესაც ჩვენთვის აღდგომის რწმენა იქნება არა რწმენა აი ის რწმენა იმ ტალანტიდან გამომდინარე რომელიც ღმერთმა მომცა არამედ იგი იქნება გამრავლებული ტალანტი ანუ თუ 2 მომცა კიდე 2 დავამატებ თუ 5 მომცა კიდე 5 დავამატებ ანუ ეს იქნება რწმენა ცოცხალი როდესაც ჩემთვის აღდგომა იქნება ისეთი რეალობა რომელიც აღმატებული იქნება ამ რეალობას მიწიერ რეალობას ჩემთვის აღდგომა იქნება ის რეალობა რომლისათვისაც მე ვიცოცხლებ და ვიარსებებ რომელიც თავისთავად ცხადია გამიჩენს მუდამ შიმშილის და წყურვილის გრძნობას ამ აღდგომილი რეალობის მიმართ და მუდამ ვიქნები მოშურნე რომ რაც შეიძლება ხშირად და ხშირად ვესაუბრო უფალს ჩემი გულის არცეთი გულის არცეთი ცემა და არცეთი ჩასუნთქვა ამოსუნთქვა და არცეთი კვირა დღეც არ გავა ალბათ ისე რომ მე უფალთან შეხვედრას არ ვისწრაფო უფალთან ზიარების საშუალება ეს საიდუმლოება ევქარისტიისა უფალთან ზიარების საშუალება ჩვენს გულში ყოფნა და იქ ღვთის ძიება ამის გარეშე ჩემი ცხოვრება იქნება წარმოუდგენელი